შესაძლოა ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებაში გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით უვიზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღოს. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი განმარტებით ნოემბერში ამოქმედება ახალი წესები, რომლებიც ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერებას ამარტივებს, რაც კალასის თქმით მათ საშუალებას აძლევს ზოგიერთი ჯგუფისთვის უვიზო რეჟიმი გააუქმონ. Ministers were very clear on the rule of law and human rights situation that it continues to deteriorate. Ministrებმა მკაფიოდ დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში გაუარესებას განაგრძობს. ევროპელი ელჩების მიმართ პირადი თავდასხმები მიუღებელია და ამას დიპლომატიაში ადგილი არ აქვს. კომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესახებ ანგარიშს მიმდინარე წლის ბოლომდე წარადგენს. ვიზებზე ახალი რეგულაციები, რომლებიც ნოემბერში შევაძალაში, ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ ზოგიერთი ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გავაუქმოთ. კაია კალასმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ მასობრივ დაკავებებზე, რეპრესიებსა და კანდიდატის სტატუსის ვალდებულებებზე ისაუბრა. ეს არის ის საკითხები, რომელიც წამოჭრეს მინისტრებმა დღეს. სამოქალაქო საზოგადოებისთვის და ჟურნალისტებისთვის სივრცე ნამდვილად სულ უფრო მცირდება. ზომები, რომელსაც საქართველოს მთავრობა იღებს თავისუფალი მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და დემონსტრანტების მიმართ ეწინააღმდეგება ყველა კანონსა და პრინციპს, რომელსაც ვაფასებთ ევროკავშირში. საქართველოს კანდიდატის სტატუსი აქვს და ასეთი ზომებით შეუძლებელია ჩავთვალოთ, რომ საქმე ამასთან გვაქვს, რადგან რაც საქართველოში ხდება სრულიად სხვა მიმართულებაა იმისგან, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს. პრესკონფერენციაზე ასევე გაირკვა, რომ შავი ზღვისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების მინისტერიაზე საქართველოს მინისტრის დონეზე არ მიიწვიეს. ინფორმაცია თავად ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა დაადასტურა.